ისლამური სახელმწიფოს მიზანი მსოფლიოში ისლამის გაბატონებაა. ევროპაში ნარკომაფია უპრეცედენტოდ მომძლავრდა. ვატიკანი სუროგაციის წინააღმდეგ. სამოქალაქო ომი, რომელიც ამერიკის სახელმწიფოებრიობას დაემუქრა. ჩვენს ისტორიულ რუბრიკაში მოგიყვებით. სულ რამდენიმე წამში მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. მოსკოვის მახლობლად კროკუს სიტი ჰოლის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული პირების შეჭრას ბოლო მონაცემებით 140 ადამიანი ემსხვერპლა და 360 დაზიანდა. ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ეს იყო ყველაზე სისხლიანი ტერაქტი რუსეთის ისტორიაში. უცნაური ის იყო, რომ ტერორისტებს რაიმე მოთხოვნა არ ჰქონდათ, როგორც ეს ხდება ხოლმე. მათ პირდაპირ დაიწყეს ადამიანთა ჟლეტა. სამართალდამცველებმა ტერაქტში მონაწილე 4 პირი დააკავეს. ისინი ტაჯიკი მიგრანტები აღმოჩნდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ კერძოდ ხორასან ვილაიეთმა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის მედიამ განაცხადა, რომ ეს ბოლო წლების ყველაზე დაუნდობელი შეტევა იყო და რომ მათი სამიზნე ქრისტიანები არიან. არსებული მტკიცებულებების მიუხედავად დადასტურებული არ არის, რომ ტერაქტი ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა. ტერორისტულმა აქტმა არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის მთავარი ორია. რას წარმოადგენს ხორასან ვილაიეთი და რატომ რუსეთი? ისლამური სახელმწიფო პროვინციებადაა დაყოფილი. ხორასან ვილაიეთი მათ შორის ერთ-ერთია. ამ ისტორიულ რეგიონში მოიაზრება ავღანეთი, ირანის ნაწილი და ცენტრალური აზიის სამხრეთი ტერიტორიები. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებში ეს ორგანიზაცია ცნობილია აბრევიატურით ISIS-KP, The Islamic State of Iraq and Syria Khorasan Province. ისლამური სახელმწიფოს ხორასან ვილაიეთი 2015 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორისაა თალიბანისა და ალ-ყაიდას ზოგიერთი გავლენიანი წევრი. თავდაპირველად ორგანიზაცია რამდენიმე 1000 ადამიანისგან შედგებოდა, რომელთა შორის უმრავლესობას თალიბებით იმედგაცრუებული ავღანელი დუშმანები წარმოადგენდნენ, რომლებიც უფრო რადიკალურად იყვნენ განწყობილი დასავლეთის უპირველეს ყოვლისა ამერიკის მიმართ. მოგვიანებით ისლამურ სახელმწიფოსა და თალიბებს შორის შუღლი ჩამოვარდა, რომლის მიზეზი მათი განსხვავებული იდეოლოგია იყო. თალიბების მიზანი ავღანეთის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფო შექმნა. ისლამურ სახელმწიფოს კი ურჯულოებთან იქამდე სურს ბრძოლა, ვიდრე მსოფლიოში ისლამი არ გაბატონდება. ამიტომ ისლამური სახელმწიფო მტრად მიიჩნევს ყველა არამუსლიმს და ყველა მუსლიმს, ვინც ურჯულოებთან თანამშრომლობს. მისი საბრძოლო არეალი კი მთელი მსოფლიოა. ამიტომ ISIS, ანუ ისლამური სახელმწიფო ტერაქტებს მუსლიმურ ქვეყნებშიც აწყობს, მაგალითად ირანში, თურქეთსა და ავღანეთში. ავღანეთში ის თალიბების ნამდვილ მტრად იქცა. გეხსოვებათ 2021 წელს, როცა ამერიკის სამხედრო ძალები ქაბულს ტოვებდნენ, აეროპორტში მსხვილი ტერაქტი მოხდა, რომელიც ხორასან ვილაიეთმა მოაწყო. ისლამური სახელმწიფო დასავლეთსაც და რუსეთსაც ორივეს მტრად მოიაზრებს. რუსეთის მიმართ ძველი პრეტენზიები აქვს. ისლამური სახელმწიფო ჩეჩნეთის ომსა და რუსეთის ბრძანებლურ ტონს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მუსლიმური სამყაროს მიმართ რუსეთის ზიზღად აღიქვამს. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში აქტიურად ჩაება. ისლამური სახელმწიფო ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეა და სირიაში თავის მარცხს უმეტესწილად რუსეთს აბრალებს, ანუ რუსეთი, კერძოდ ვლადიმირ პუტინი მისი მტერია. ისლამურ სახელმწიფოს რუსეთის წინააღმდეგ ტერაქტები ადრეც მოუწყვია. მაგალითად 2015 წელს ეგვიპტის საჰაერო სივრცეში რუსეთის ჩარტერული თვითმფრინავი ააფეთქა. მაშინ 217 ადამიანი დაიღუპა. 2022 წელს ქაბულში რუსეთის საელჩოსთან ბომბი ააფეთქა, რომლის შედეგად 2 რუსი დიპლომატი
და 4 ავღანელი დაიღუპა. ბოლო წლებში ისლამური სახელმწიფო რუსეთშიც გააქტიურდა, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურები ამ საფრთხეს ანეიტრალებდნენ. ხორასან ველაიეთში ბევრი ავღანელი ტაჯიკი მსახურობს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ტაჯიკეთში გადაბირებაზე. ტაჯიკეთში სიდუხჭირე და დიქტატურა მძვინვარებს, რაც გადაბირებისთვის ხელსაყრელ პირობებად ითვლება. უკრაინის ომის პირველივე დღიდან რუსეთს ტაჯიკეთიდან იაფი მუშახელი მიაწყდა. რუსეთის სპეცსამსახურებს ნაკადში ტერორისტები გაეპარათ და შედეგად ტერაქტიც ვერ აიცდინა. რუსეთის მთავრობას ეგონა, რომ ჰამასისა და ირანის მიმართ პოზიტიური განწყობის წყალობით ისლამური სამყარო პრორუსული გახდებოდა. ამ საქმეში თავდაჯერება კი არაგონივრულია, რადგან თავად ისლამური სამყაროა ჭრელი, დანაწევრებული და გათიშული. ისინი ერთმანეთს არ ზოგავენ და სხვას რას უზამენ. საფრანგეთის ლამაზი ზღვისპირა ქალაქი მარსელი აფრიკელ მიგრანტთა მოზღვავებამ კრიმინალურ ქალაქად აქცია. სიდუხჭირისა და საზოგადოებაში ძნელად ინტეგრირების გამო კრიმინალური ბანდების მიერ მიგრანტთა გადაბირება გაადვილდა. შარშან მკვლელობებისა და სხვა მძიმე დანაშაულთა მიხედვით მარსელი ევროპის ყველაზე სახიფათო ქალაქად დასახელდა. საფრანგეთის ნარკომაფია სწორედ აქ ბუდობს. ზოგადად ამ ბოლო ხანებში მთელს ევროპაში მომძლავრდა ნარკომაფია. რეკორდულად იზრდება ნარკოტიკების ნაკადი, რომელიც ევროპაში სხვა კონტინენტებიდან შედის. ნარკომაფიას საზღვაო პორტები სჭირდება: ანტვერპენი, როტერდამი, მარსელი. მარტო 2021 წელს ევროპელმა სამართალდამცველებმა 303 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს. ვარაუდობენ, რომ რეალურად არსებული რაოდენობა ორჯერ მეტია. მარსელისგან განსხვავებით, სხვა საზღვაო ქალაქებში კრიმინალური მდგომარეობა უფრო ადვილად კონტროლდება. მარსელი კი ამ მხრივ სამხრეთ ამერიკულ ქალაქს დაემსგავსა. დღისით, მზისით მის ქუჩებში ბანდები დათარაშობენ. შარშან მათ 49 ადამიანი მოკლეს და 123 დაჭრეს. ევროპისთვის ეს უმძიმესი სტატისტიკაა. მარსელის მოსახლეობა საფრანგეთის ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ხალხის დასამშვიდებლად მარსელში ემანუელ მაკრონი ჩავიდა და ნარკოტრაფიკის შესაჩერებელი უპრეცედენტო ოპერაცია გამოაცხადა. მოგვიანებით საზოგადოებას ტვიტერითაც აცნობა ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფის შესახებ. ოპერაციას სუფთა სივრცე XXL დაერქვა. პრეზიდენტის ბრძანებით მარსელისა და მისი შემოგარენის გასაკონტროლებლად დამატებით 4000-მდე პოლიციელის მობილიზება მოხდა. არა ერთი რეიდი ჩატარდა და დამნაშავეებიც აიყვანეს, მაგრამ მარსელის მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. მათი აზრით, ასეთი ზომები პრობლემას ვერ აღმოფხვის. მარსელში იმდენად ღრმად გაიდგა ფესვი ნარკომაფიამ, რომ აქ უფრო სერიოზული და გრძელვადიანი ზომების მიღებაა საჭირო. მაკრონი უფრო იმიტომ ანერვიულდა, რომ ზაფხულში მარსელში საზაფხულო ოლიმპიური თამაშების ნაწილი უნდა გაიმართოს და პრეზიდენტს საკუთარი და ქვეყნის იმიჯი შელახვა არ სურს. ასე ამბობენ მარსელის მკვიდრნი. ისინი ფიქრობენ, რომ მაკრონს სულ არ აინტერესებს მათი ქალაქის პრობლემები. მდგომარეობა რომ მართლა რთულია, ფრანგი სამართალდამცველებიც აღიარებენ. მათი თქმით, მარსელის ბანდები უკვე საფრანგეთის რივიერას მთლიანად აკონტროლებენ. მარსელის ღარიბთა უბნებში მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ პოლიცია ეგ შესვლას თავს არ იდებს. მაგალითად, ქალაქის ერთ-ერთ ასეთ უბანში ბანდებს შორის მრავალსაათიანი სროლები რომ იყო, პოლიციამ ჩარევა ვერ გაბედა. ექსპერტები საფრანგეთის მთავრობისგან რადიკალური ზომების მიღებას ითხოვენ. 1990-იან წლებში იტალიაში ჩატარებული ანტიმაფიური პოლიციური ზომების მაგვარ რაღაცას, ან ეკვადორის პრეზიდენტ ბუკელელეს მიერ გატარებული რადიკალური ზომების ანალოგიას. საფრანგეთის მთავრობა ჯერჯერობით სდუმს,
ჟურნალისტებმა კი მარსელს მწარე ირონიით ნარკოვილი, ანუ ნარკოქალაქი დაარქვეს. მათი აზრით, ასე თუ გაგრძელდა, საფრანგეთს მექსიკიზაცია, ანუ ნარკომაფიის უკონტროლო თარეში ელოდება. გაეროს ქალთა უფლებების დაცვის კომისიის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქალთა უფლებების საკითხზე კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებათა მთელი სერია ჩატარდა, რომლის მთავარი თემა სუროგაცია იყო. საკითხთან დაკავშირებით ვატიკანმა და გაერომ ერთობლივი დისკუსია გამართა. ღონისძიებებში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. კათოლიკური ეკლესია მკაცრად გმობს სუროგაციას. უფრო მეტიც, რომის პაპმა კაცობრიობას სუროგაციის აკრძალვისკენ მოუწოდა. სუროგაცია საყოველთაო სენსიტიური თემაა, რომელიც აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობასა და ვნებათა ღელვას იწვევს. სუროგაცია ერთ-ერთი დამხმარე რეპროდუქციული საშუალებაა, რომელსაც მაშინ მიმართავენ, როცა ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს ნაყოფის ტარება და მშობიარობა. სუროგაცია გულისხმობს ემბრიონის მიღებას ინვიტრო განაყოფიერების გზით, როცა ბიოლოგიური დედის კვერცხს ხუჯრედს ბიოლოგიური მამის სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს, რის შემდეგ განაყოფიერებული ემბრიონი სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ. ბავშვს სუროგატი დედა ატარებს, რომელსაც მასთან გენეტიკური კავშირი არ აქვს. სუროგაცია პირველად მსოფლიოში 1976 წელს ამერიკაში ჩატარდა. მიზეზთა გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია, რადგან ფიქრობენ, რომ ის მორალურ ეთიკურ ნორმებს არღვევს და ბავშვთა და ქალთა უფლებებს ბღალავს. ეს განსაკუთრებით სუროგაციის კომერციალიზაციას ეხება, როცა მდიდარი შვილისყოლის მიზნით ღარიბის ორგანიზმს ყიდულობს, როგორც მისთვის საჭირო ჭურჭელს. სუროგატ დედათა უმრავლესობა ამ ნაბიჯზე უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამო მიდის, ანუ იძულებულია ასე მოიქცეს. სუროგაციამ მსოფლიო მასშტაბით რეპროდუქციული ტურიზმი განავითარა. სუროგაცია სხვაგვარ ეჭვსაც იწვევს. მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში მისი აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი დედობის დადასტურების პრობლემაა. მათი აზრით, სუროგატი დედა, რომელიც 9 თვე სხვის ემბრიონს ატარებს, გენეტიკურ ზემოქმედებას ახდენს ნაყოფზე. მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგია, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, უარყოფითად აფასებს სუროგაციას. ერთ-ერთ კონფერენციაზე სუროგაციის თემაზე რომის პაპის ოფიციალური წარმომადგენელი, არქიეპისკოპოსი გაბრიელე კაჩა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ სამართლიანმა საზოგადოებამ არ უნდა მოითმინოს დედის მატერიალური მდგომარეობის გამოყენებაზე დაფუძნებული პრაქტიკა. მისი აზრით, ქალის სხეული არ უნდა იყოს ვაჭრობის საგანი. ბავშვის ყიდვა იქნება ეს თუ ქალის ორგანიზმის ორივე არაეთიკურია, განაცხადა გაბრიელე კაჩამ. მან ყველას მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ შვილის ყოლის ამ მეთოდის ასაკრძალად. სამაგალითოდ, ის ქვეყნები დაასახელა, სადაც სუროგაცია სისხლის სამართლის წესით ისჯება. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ამერიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 19 საუკუნის 60-იანი წლების სამოქალაქო ომია. ეს იყო სამხედრო დაპირისპირება ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის. შეჯახება რამდენიმე მიზეზით მოხდა. უპირველეს ყოვლისა, ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის რადიკალურად განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მსაფხედველობათა გამო. სამხრეთში აგრარული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელიც ძირითადად ბამბის ექსპორტსა და უცხოურ იმპორტზე იყო დამოკიდებული. სამხრეთის ეკონომიკა მონათმფლობელურ სოციალურ ურთიერთობას ეყრდნობოდა. ჩრდილოეთისა კი სამრეწველო ინდუსტრიულს, რადგან ამერიკული ფაბრიკა-ქარხნების 80% ჩრდილოეთში იყო განლაგებული. ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით
ჩრდილოეთსა და სამხრეთს ერთმანეთი სჭირდებოდა, მაგრამ განსხვავებულმა ეკონომიკურმა სტრუქტურებმა, მათ შორის მორალურ-ფსიქოლოგიური და კულტურულ-მენტალური დაპირისპირება წარმოშვა, რამაც მათ ურთიერთჭიდილს მძლავრი ბიძგი მისცა. გაუცხოება ელვისის სწრაფით გაღრმავდა და ამერიკის ერთიანობას საფრთხე დაემუქრა. დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია, როცა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში აბრაამ ლინკოლნმა გაიმარჯვა. ის ძლიერი, მაგრამ სამხრეთელებისთვის მიუღებელი პოლიტიკოსი იყო. ლინკოლნის მიზანი არ იყო სამხრეთში მონათმფლობელობის მომენტალური გაუქმება, მაგრამ დაპირისპირება იმდენად შორს წავიდა, რომ მხარეები ერთმანეთს აღარც კი უსმენდნენ. 1861 წლის 8 თებერვალს 11-მა მონათმფლობელურმა შტატმა ახალი სახელმწიფო ამერიკის კონფედერაციული შტატები დააარსა, რომლის დედაქალაქი რიჩმონდი გახდა. კონფედერატებმა პრეზიდენტად ჯეფერსონ დეივისი აირჩიეს. ჩრდილოეთმა ცხადია ახალშექმნილი სახელმწიფო არ ცნო და სამხრეთელები მეამბოხეებად გამოაცხადა. ლინკოლნს არ სურდა დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტში გადაზრდილიყო, მაგრამ კონფედერაციის გამოცხადებამ ამერიკის სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა. პირველი შეტაკება 1861 წლის 12 აპრილს ქალაქ ჩარლსტონთან მოხდა. სამხრეთელებმა შეტევა ფორტ სამტერის ცნობილ სიმაგრეზე მიიტანეს. ასე დაიწყო ამერიკის სისხლიანი სამოქალაქო ომი. როგორც ეს ხშირად მომხდარა ისტორიაში, ორივე მხარე დარწმუნებული იყო, ომი მალე დასრულდებოდა თან მისი გამარჯვებით. ჩრდილოეთს მხარს უმაგრებდა სამრეწველო სიმძლავრე, კარგი კომუნიკაცია, სიცოცხლის უნარიანი ეკონომიკა, მძლავრი სამხედრო საზღვაო ფლოტი, დიდი მოსახლეობა და შესაბამისად მეტი რაოდენობის მებრძოლი. სამხრეთს კი მეტი გამოცდილი ჯარისკაცი და გენერალი. ამერიკის სამხედრო ელიტის დიდი ნაწილი სამხრეთიდან იყო. კონფედერაციას ასევე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობაც ჰქონდა. ისინი საკუთარ მიწას, სახლსა და ოჯახებს იცავდნენ, რადგან ბრძოლები სამხრეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ეს იყო ინდუსტრიული ეპოქის პირველი ომი, რომლის დროსაც ფართოდ გამოიყენებოდა რკინიგზა, ტელეგრაფი, ჯავსნოსანი ორთქლმავალი გემები და მასობრივად წარმოებული იარაღი. ომის დროს გამოიკვეთა გამოჩენილ გენერალთა სახეებიც. სამხრეთში ეს პირველ რიგში გენერალი რობერტ ლი იყო, რომელიც კონფედერატების არმიას ჩაუდგა სათავეში. ჩრდილოეთის არმიის უდაო ლიდერი კი გენერალი ულისის გრანტი იყო, ჩრდილოეთის არმიის გამარჯვების მთავარი ავტორი. ომის დასაწყისში კონფედერატები, ანუ სამხრეთელები, ხშირად იგებდნენ ბრძოლებს, მაგრამ ომს ვერა. ომის პირველი ეტაპი ჩიხში მოექცა და გამარჯვებული მხარე არ ჩანდა. ორივე მხარემ მებრძოლთა დიდი რაოდენობის მობილიზება შეძლო. სამხრეთს 1 მილიონამდე, ჩრდილოეთს კი 2 მილიონამდე ჯარისკაცი ყავდა. მთავარი ბრძოლები ვირჯინიის, მერილენდისა და სამხრეთ პენსილვანიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომის მეორე წლისთავზე ჩრდილოეთმა ბრძოლის ველზე ნელ-ნელა მოიპოვა უპირატესობა, რაშიც გადამწყვეტი როლი ლინკოლნის მიერ ინიცირებულმა ორმა კანონმა ითამაშა. ეს იყო 1862 წლის 20 მაისის საკარმიდამო კანონი Homestead Act, რომლის მიხედვით ამერიკის ყველა მოქალაქეს, რომელიც 21 წელს მიაღწევდა და არ იბრძოდა სამხრეთის მხარეს, საჯარო ფონდიდან თითქმის უსასყიდლოდ მიწის დიდი ნაკვეთის მიღება შეეძლო. მეორე იყო 1862 წლის 30 დეკემბრის კანონი Emancipation Proclamation, ემანციპაციის პროკლამაცია, რომელმაც ამერიკაში მონება გააუქმა. ორივე კანონმა ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. მათი გავლენით სამხრეთის ბევრი მოქალაქე და მონა ჩრდილოეთის მხარეს გადავიდა. 1863 წლიდან სამხრეთელები ფაქტობრივად ყველგან უკან იხევდნენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა
1863 წლის ივნისში გეტისბერგთან გაიმართა, რომელშიც სამხრეთელები დამარცხდნენ. 1864 წელს ჩრდილოეთის გენერალმა შერმანმა ჯორჯიის დედაქალაქი ატლანტა აიღო, რომელიც კონფედერაციის ინდუსტრიული და სარკინიგზო ცენტრი იყო. ატლანტის აღებით შერმანმა სამხრეთის ტერიტორია ორად გაყო. 1865 წელს კონფედერაციამ სრული კოლაფსი განიცადა. სამხრეთის ჯარები გენერლების გრანტისა და შერმანის ძალებს შორის მოექცნენ. 1 აპრილს რიჩმონდი დაეცა. გენერალი ლი მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. 9 აპრილს ის პირადად ეახლა გენერალ გრანტს და ჩაბარდა. მოგვიანებით სამხრეთის სხვა ნაწილებიც დანებდა. 10 მაისს კონფედერატების მთელი ხელისუფლება პრეზიდენტ ჯეფერსონ დეივისის მეთაურობით დააპატიმრეს. ასე დამთავრდა ამერიკის სამოქალაქო ომი. პრეზიდენტი ლინკოლნი პრეზიდენტ დეივისის დაპატიმრებას ვერ მოესწრო. ის 1865 წლის 14 აპრილს ომის დასრულების მეხუთე დღეს სამხრეთელმა ფანატიკოსმა ჯონ ბუთმა ვაშინგტონში ფორდის ცნობილ თეატრში სპექტაკლის მსვლელობისას სასიკვდილო დაჭრა. ლინკოლნის მკვლელობამ დაადასტურა, რომ სამხრეთის და ჩრდილოეთის შერიგებას დიდი დრო დასჭირდებოდა. ამერიკის სამოქალაქო ომს 600,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და უდიდესი ფინანსური ზარალი გამოიწვია. სამხრეთის რეკონსტრუქციას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა დეივიდ გოლდფილდმა გამოთვალა, რომ სამოქალაქო ომი 7 მილიარდამდე დოლარი დაჯდა მაშინდელი კურსით. ამ დროს მხოლოდ 3,5 მილიარდად 4 მილიონი მონის გამოსყიდვა და მათთვის თითო ოჯახზე 16 ჰექტარი მიწის გადაცემა შეიძლებოდა. დანარჩენი ფული მონებისთვის რეპარაციის გადახდასა და სამხრეთის ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციაზე წავიდოდა. ისტორიკოსის აზრით, ადამიანებმა ემოციები რომ მოთოკონ და მეტი ჭკუა იხმარონ, არა ერთ ომს ავიცდენდით თავიდან. ის კი არა, თანამედროვე ამერიკაშიც კი ისევე როგორც სხვაგან, კონფლიქტის ბუნებისა და მისი გამკლავების შესახებ გონივრული ერთსულოვნება არ არსებობს. სამხრეთელები სამოქალაქო ომს დღემდე ჩრდილოეთის აგრესიის წინააღმდეგ სამხრეთის დამოუკიდებლობისთვის დაწყებულ ომად აღიქვამენ. დღემდე მარგარეტ მიჩელის ცნობილი რომანი ქარწაღებულნი და ფოლკნერის ბელეტრისტიკა განსხვავებულად იკითხება სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. დღესაც ვირჯინიაში, ჯორჯიასა და ალაბამაში მანქანის სანომრე ნიშნებზე სტიკერს დაინახავ, რომელიც ამაყად აცხადებს: გენერალი ლი დანებდა, მე არა. 2015 წლიდან მოყოლებული უზარმაზარი სკანდალი და სამხრეთელთა მწვავე პროტესტი გამოიწვია სამხრეთელი გენერლების, მათ შორის გენერალ ლის ქანდაკებათა ლიკვიდაციამ. ზოგი ამერიკელი მათ გმირად მიიჩნევს, ზოგი კი ჩვეულებრივ მონათმფლობელად. დღეს ასე დავამთავრებ, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ რუხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.